მოგესალმებით, მე ვარ კახა მიქიაშვილი, მსახიობი, ტელე და რადიო წამყვანი. სულ ეს არის მოკლედ რაც შემიძლია ჩემზე ვთქვა. ლოგიკური კითხვა ალბათ ჩემი დახასიათებიდან წარდგენიდან, თუმცა ამაზე გამიცია პასუხი და ალბათ იგივეს გაცემა მომიწევს, რადგან არ მყურტყუილები და ვერაფერს მოვიგონებ. ბავშვობიდან როცა მეკითხებოდნენ ვინ გინდა გამოხვიდე, რატომღაც ვამბობდი მსახიობობას. ოღონდ არავინ მსახიობი არ მყოლია ნათესაობაში, ოჯახში, თეატრშიც საკმაოდ ისეთი უკვე მოზრდილი ვიყავი რომ წავედი. არავის გავლენა არ მოუხდენია, აი არ ვიცი. შესაძლოა განაპირობა იმ რომ რაღაცა ბებია მზდიდა და ბებიას დაუყავდეს რაჭაში ჩემი ბავშვობა, ჩემს საყვარელ რაჭასთან ასოცირდებოდა, რაღაცა ბევრი ლექსი ვიცოდი, ლექსებს მაკითხებდნენ, რაღაც შემოდგებოდი სკამზე, რაღაცა ეთყობა ეს მომწონდეს, მაშინ პოპულარული ბავშვობა და შეიძლება ამანაც იმოქმედა, არ ვიცი. მაგრამ აი ასე უცებ გადავწყვიტე, სკოლაში დავამთავრე იმ წელს არ ჩამებარებია. ერთი წელი ეთყობა ერთი წელი ვიფიქრე, ჩავაბარე. თუმცა რო ჩავაბარე თეატრალურში, მივხვდი რომ მე სხვა რამე უნდა და აქ სხვა რაღაც ხდება. მე უფრო მარტივად მეგონა და მეგონა რომ ჩავაბარებ, მე რა გადაგიღებენ, პოპულარული გახდებით, ან ჩემი სტუდენტობა დაიმთხვა მშაობნელ 90-იან წლებს, მაგრამ იმდენად მომეწონა სადაც მოხვდი ჩემი გენიალური პედაგოგის ბატონი შალვა გაწერილის დამსახურებით, რომ მას მე ვარ ამ პროფესიაში და იმდენად ვარ რომ სხვაგან წასვლა არც მიფიქრია. ცხოვრების ნაწილი თუ ცხოვრება უკვე აღარ ვიცი. იმიტომ რომ გულწრფელად ალბათ ბევრი მსახიობისგან მოისმენდით ამ ცნობილ ფრაზას რომ რაღაცა მეორე ოჯახია, უფრო ხშირად ვარ თეატრში. ნამდვილად ასეა. მე რომ ავიღო ჩემი კოლეგები და თეატრის თანამშრომლები უფრო ხშირად ხედავენ ვიდრე ოჯახის წევრები. ეს არის ჩემი ყოფა, ეს არის ჩემი ფიქრი, ეს არის ჩემი პროფესია, ეს არის ჩემი მუდმივი განვითარება. ეს არის ის, რაც მე ვარ და რაც მე ვარ, ყველაზე კარგად წარმოჩინდება აქ. რა თქმა უნდა, სცენაზე წარმოჩინდება გმირების სახით, კულისებში, საგრიმიორებში ძალიან მარტივი ეგ, ძალიან ესეთი რენტგენივით არის, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვერავითერს ვერავინ ვერ დაუმალავს. ამიტომ ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ხანდახან მტკივნეული, დამღლელი, შეიძლება გაგფიქრებია, რომ აი მორჩა ყველაფერი, მაგრამ მაინც ის რომ ვერელები და ერთ-ერთი დღე რომ მოწდები, ისე ვიგინდა. ეს აქვს თეატრს, ამას მარტო თეატრის ხალხი ხვდება, აი რაღაც აუხსნელი, რაც ვერ ახსენით რა არის. მაგრამ ერთხელ თუ ჩაისუნთქე იქაურობა, ვეღარ წლები ვერასდროს. ანუ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული რეჟისორი და შემოქმედი ეს ჩემი პედაგოგია ბატონი შალვა გაწერილია, თავისთავად უდიდესი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა ქართულ თეატრალურ სამყაროში, როგორც პედაგოგი, როგორც რეჟისორი. ვინც მე მასწავლა ეს პროფესია, ვინც მე გამარკვია ამ პროფესიაში, ვისი წყალობითაც ვარ, მე სულ ვიძახი რომ არა ბატონი შალვა, მე შეიძლება თეატრალური შედამთავრებიდან რომ დავკარგულიყავ, იმიტომ რომ მას რაღაცა ესეთი ხარისხის ნიშანი ქონა, როცა მე სტუდენტი იყავი, გზახსნელი ქონდა და მართლა ძალიან დამეხმარა და მეხმარება დღემდე. ცხადია ბატონ შალვას და მე ყველაზე დიდი ნაწილი და ყველაზე ბევრი სპექტაკლი მე ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან ვიმუშავე და მუშაობდა, ამიტომ აი ამ რეჟისორს აქვს ჩემს ცხოვრებაში, როგორც რეჟისორებს გადაწყვეტი მნიშვნელობა. მქონია რაღაც საინტერესო სხვა თითო სპექტაკლი, თითო როლზე საინტერესო რეჟისორებთან შეხვედრები. თუმცა აი ეს ორი რეჟისორია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემ პროფესიაში, ის რომ მე დღეს ვარ და შემდგომ რა იქნება არ ვიცი. გულწრფელად გეტყვით, სანამ მე ჩავაბარებდი, სანამ გავარკვევდი, ჩემთვის საოცნებო იყო რუსთაველის თეატრი, გენიალური ბარტონი რობერტ სტურვა, თუმცა არ მომცემია საშუალება რომ მათთან ვიმუშაო, ამიტომ ვისთანაც მიმუშავე არის ბატონი შალვა უპირობოდ და ბატონი ავთო ვისთანაც მუშაობ. ვიცით რა, მე სპექტაკლი ჯერ ვერ ვნახე, ამიტომ ძალიან რთულია მე შევაფასო და გირჩიოთ. ერთი რაც მინდა გითხრათ, რომ ბავშვები ატარეთ თეატრში, ეს მხოლოდ კარგია. სპექტაკლი ზოგი კარგი იქნება, ზოგი ცუდი იქნება, ზოგი მოგეწონება, ზოგი არ მოგეწონებათ, მაგრამ თუნდაც ამის გამო ატარეთ, რომ გავარჩიოთ რა არის კარგი და რა არა ცუდი. მე მაინც გირჩევით, რომ წაიყვანოთ და ისე შეაფასოთ. მე რაც ვიცი, ვინც ნახა და ასევე ჩემი მეგობრები თამაშობენ, არაფერი კატასტროფა ამ სპექტაკლში არ ხდება, რაც ერთი სცენა გამოიტანეს, რომ შეიძლება ბავშვი ვერ ნახოს. თუნდაც იმიტომ რომ ვეფხისტა აუსანია და თუნდაც იმიტომ რომ ერთხელ მაინც ნანახი გქონდეს, მე წავიყვანდი. და რანახი რომ გქონდეს, უფრო გეტყოდით. ალბათ ჯობს წაიყვანოთ მაინც და მე გადაწყვიტოთ ღირდა თუ არა ამ სპექტაკლის შექება ან კრიტიკა. ეს ყველა მსახიობის ცხოვრებაში განუყოფელი ნაწილია, ხდება ხოლმე, ოღონდ არის ესეთი შემთხვევები, რასაც მაყურებელი ვერ ხვდება და ჩვენ ხვდებით და უცებ გამოძრები არის ესეთიც რომ ხდება. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, მაგალითად ერთხელ დავეცი, ძალიან მწარედ, ისე რომ ფეხი გადამიტრიალდა და კოჭილობიდან უნდა გამართლო, აი ვეძახით რომ ისე უნდა გამოძრე, რომ სპექტაკლი არ უნდა ჩაიშალოს. დანა გავიყარე, მე ხა გამახსენე კავკასიური ცარცეცრის პრემიერაზე
ღილაკიანი დანა გაიხსნა და რაღაცა ეთყობა არ იყო დაბლოკებული და შემერჭო. აი არავის მაქვს იმ დონეზე რომ სასწრაფო გამოიძახეს და იყო საუბარი რომ გადაგიყვანოთ საავადმყოფოში, მაგრამ გმირულად გავაგზავნეთ თამაში და ნაიარავი დამჭა. ნუ ამაზე მეტი ხერხული რა უნდა მოსყოდა. იაკო, მადლობა შეკითხვისთვის. მე როცა მეკითხებიან, ჩემი ძირითადი საქმე მაინც არის თეატრი და მსახიობობა და სხვათა შორის მსახიობობამ განაპირობა შემდგომ ჩემი ტელერადიო წამყვანობა, სასცენო წამყვანობა. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, მიყვარს ტელევიზიაც, მიყვარს რადიოც, ძალიან მიყვარს ზღონიზებების წამყვანობაც და რა ვიცი, ძალიან კომფორტულად ვცნობ თავს. მე ვიცი ჩემი კოლეგები, რომლებიც უარს ამბობენ და საშინლად არ უყვართ და გაგიკვირდებათ, აი ბევრს უკრის რომ მსახიობი ყველას გონია რომ თუ ხარ მსახიობი ყველაფერი შეგიძლია. უნდა გითხრათ რომ სულ სხვა პროფესია ტელეწამყვანობა, სულ სხვა პროფესია აუდიტორიის წინ წამყვანობა, რაღაც ტექსტის თქმა ძალიან რთულია ყველა ამას, ზოგი ინტერვიუსაც ვერ იძლევა. მე ძალიან კომფორტულად ვარ საპატრიარქოს ტელევიზიაზე, ვარ და ვიყავი ამდენი ხანი პატრიარქთანაც. არ ვიცი, ვერს უთქვამს ეს და როგორ ახერხებ. პლუს გარდა ამისა ძალიან ბევრჯერ მიწევს ქვეყნის დატოვება, ხან პროფესიულად, ხან ტელევიზიიდან, ხან ტურებში. რა ვიცი, ვახერხებ და მიუხედავად ამისა, ვთვლი რომ მაინც ზარმაცი ვარ და ბევრი რამის გაკეთება კიდე შემიძლია და არ ვაკეთებ. ამ კითხვაზე ბოლო პერიოდში რაც მისი უწმინდესობის ეს სიმეთქეები იყო, მე მგონი აღარ დარჩა ადგილი სადაც არ ვილაპარაკე, მე რიდებოდა კიდე სულგან მე ვიყავი და რადგან ახაც დაისვა ეს კითხვა მოყვები, ეს იყო 2009 წელი მე თეატრალურ შოუს ჩავაბარე, პარალელურად დავიწყე ქაშვეთში სიარული და რაღაც ჩემი ეკლესიური ცხოვრება ვცდილობდი და ვცდილობ ცხადია. და ჩემი მოძღვარი არის მამა ელიზბარ ოდიშვილი, ქაშვეთის ტაძარში ძალიან ღვაწლმოსილი დიდი ხნის მღვდელი, რომელიც პატრიარქს აღსაყრების დროიდან ედგა გვერდში, მაშინ სულ რამდენიმე ადამიანი ყავდა და აი მაშინ მამა ელიზბარს უთხრეს რამდენიმე ადამიანი უჭირდება საპატრიარქოში, მაშინ ოფიციალური დაცვის სამსახურის სახელმწიფო დაცვა არ არსებობდა და იქ მოვხვდი აი ესე ღმერთმა მიმიყვანა პატრიარქამდე და მაშინ დაიწყო ჩემი საპატრიარქოსთან და პატრიარქთან ურთიერთობის ეს სრულიად გამორჩეული ბედნიერი ენით აღუწერილი წლები, რაც ღმერთმა და მის მოუწვინესმა მარგუნა ისე მოხდა რომ ძალიან დამიახლოვა, როგორც ყველა მე განსაკუთრებული არ ვარ და მოხდა ის ბევრი სასწაული, ბევრი სიხარული, რაც მოყოლილი მაქვს და რასაც ალბათ მთელი ცხოვრება კიდე ბოლომდე ვერ გავიაზრებ. რაც დრო გავა, უფრო მეხვდები რა ბედნიერება მქონდა და სწორედ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე 16 წელზე მეტი ვიყავი პატრიარქის თითქმის ყველა ღონისძიებისთან, იუბილისთან შეხვედრის წამყვანი და ამ ორგანიზებაში ჩართული და ეს სამხელა სიხარულიც მქონდა და ამხელა პატივი წილად. ზურაბ, მადლობა შეკითხვისთვის. ნუ მე ესე გავცემდი ამ შეკითხვას პასუხს. პირველი შეხვედრები იყო, როცა დავუშვათ აი ადრე ქაშვეთში ვნახე, მაშინ ახალი დაწყებული მქონდა სიარული და პატრიარქი ყოველ გიორგობას მოდიოდა და ესე ახლოს შევხვდი და ესე რაღაცა იტყობა აქტიური ყავი და გაიცინა და ნაკურთხი წყალი შემომოსხა. მე იყო, როცა მივედი საპატრიარქოში და აგულოცა და გაცნობითი იყო, მაგრამ მე პირველი გაცნობა რაც იყო, ეს მოხდა დილას მორიგე ვიყავი და მარტო ჩამობძანდა პატრიარქი ეზოში სალოცავად, დილის 7-8 წუთები იქნებოდა, უფრო ადრე. მარტო დავხვდი მე და მარტო პატრიარქი ვიყავი, სანთელი და ანთო ლოცვა წავიკითხა და აი კითხავ იმზანდებით, თქვენობით მოგმართავდა ეს მისი საოცარი კულტურა და ეს უბრალოება და შენ რო პატრიარქთან იყავი, გეგონა რომ შენ იყავი რაღაცა და ის ჩვეულებრივი ადამიანი. ამას ესე სხვანაირად არ შეეძლო ურთიერთობა, ესეთი უბრალო იყო. ძალიან უბრალო და თამდაბალი და აი გავიცანით და რა შთაბეჭდილება ისიც რა იყო, რომ ამხელა ბუმბერაზე ადამიანი აი შენაირი ხდება და დამიწყო ლაპარაკი თეატრზე, კონკრეტულ მსახიობებზე მკითხა, მე მკითხა თუ ყავს ცხოველები სახში მცენარეები, აი დედა რა საქმე აქვს, მამა რა საქმე, აი ჩვეულებრივი პატრიარქი, უცებ აი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ცოტა ფიქრობდი რომ ეხა ხო არ მეჩვენება, სხვა ხო არ მელაპარაკება. პატრიარქს უგაგზნობინებდა რომ აი შენ იყავი რაღაც კონკრეტული. არასდროს არ გაგზნობინებდა რომ ის პატრიარქია და შენ რიგითი ხარ, ანუ შენთვის იცლი და იმ მომენტში მარტო ის როცა შენ გელაპარაკებოდა გისმენ და მარტო შენთვის იყო და აი ეს დიდი შთაბეჭდილება და მე უკვე მომართავდა კახათი და რაღაცა ძალიან ბევრი ახლო და თბილი წუთებია, რომელიც თუნდაც მერიდება ხოლმე რომ ზოგადად ღვთის საჩუქარია ის, რაც თქვი როგორც მოხვდი პატრიარქთან და ის, რაც ღვთის და თავად პატრიარქის წყალობა, რაც მე ამ წლებში მქონდა, ზოგადად ღმერთის საჩუქარია, ყველაფერი და ღვთისნების გარეშე არაფერი ხდება. და ესეც რომ მისი გარდაცვალების მე საავადმყოფოში როგორც კი მივედი დილიდან და მე გადასვან სუიქ ვიყავით და ეხაც ხშირად ვარ სიონში, ესეც ხო ღვთის საჩუქარია და თავად პატრიარქის. აი მე
რა თქმა უნდა ყველაფერი ღმერთით არის, მაგრამ სულ მქონდა ის განცდა, რომ და ვეუბნებოდი კიდეს უწმინდეს. იქ სასწაულების მოახდინა ძალიან ბევრი, პირადად ჩემზეც უწმინდეს მე იქ რაღაცა შემხვდა ადამიანი, რომელსაც რაღაც ესე იყო კრიტიკულად ჩემს მიმართ რაღაცა დაპირისპირებდა და უცებ იქ შევხვდით და მითხრა რომ მოდი შევერდეთ არაფერი და რაღაცები მოხდა. ისიც რომ ტრაბახით არ ვიძახეთ თითქმის 2 დღე და ღამე. მანამდე ვათენებდით, მივიდიოთ უცვლიდან ბოლო დღე და ღამე მე აი ერთ ღამეზე მეტი რაღაც 30 საათამდე 40 საათამდე არ გვიჭამე არ დაგვილევი არ გვიძინია და შეგრძნება მქონდა რომ არ დავიღალე და არც რაიმე მოთხოვნილება მაქვს ეს გონია რომ პატრიარქი გვაძლიერებდა და ისიც რომ მქონდა ბედნიერება სხვა პირებთან ერთად რომ ყოფილიყავი ბოლო წუთამდე მასთან ერთად ესე თუ საჩუქარი იყო და პატრიარქის წყალობა რომ აი ბოლომდე რაღაცა ეს სიყვარული კიდე გაგვინაწილოს უყოლას ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო ვიცით რა უშუალოდ პროცესი არა იმიტომ რომ მე რო დავიწყე საპატრიარქოში სიარული და პატრიარქი გავიცანი უმეტესობა დაწერილი ჰქონდა მაგრამ აი ჩემ პერიოდში როცა მე გვიყავი დაწერა და ასრულებდა ამ ფანტასტიკურ ave marias და მე მახსოვს აი საუბრები ხდებოდა მუსიკოსები და აი თუ ხარ დაკვირვებული ბოლოში ქართულად არის გიხაროდენ მარიამ ave maria ხო არის ლათინურად გიხაროდენ მარიამ და მისი სურვილით იყო რომ გიხაროდენ მარიამ და აი მახსოვს მიდიოდა მოსასმენად უნდა მოესმენა და თქვა რომ იქნება ბოლოში ეს მაგ მოვჩევესწარი როცა ათანხმებდა რომ ბოლოში იქნებ ქართულად თქვა და მე აი შავ ვერსიები და მე კიდე მეორე კირიელეისონი დაწერა რომელიც რატომღაც ერთი ორჯერ შესრულდა და აი მის პროცესს კი კიკეთში ისვენებდა ხოლმე და იქაც ნამყოფი ვარ როცა აი ასმენებ ესეთ ჩოქონა ბავშვით ორამე ახალს რო გააკეთებ და ყოველს ასმენებ და ეკითხებოდა ასე და აი ამ პატარ დეტალებს კი მაგრამ უშუალოდ აი როგორ წერდა ნოტებზე გადაქონდა ამას სამწუხაროდ ვერ მართლა ფანტასტიკური იუმორი ქონდა როგორც ახასიათებდა მას ცოტას ლაპარაკობდა ყველაფერზე მაგრამ ისეც ამბობდა ერთ-ორ სიტყვას რო გერჩევინა პოემას და იუმორით ესეთი ქონა ერთ სიტყოდა და ნუ აი სასწაულს ხო და კი ესეთი ბევრი შემთხვევა მქონია უშუალოდ ჩემთვის ან შევსწრები ვარ ან აი პატრიარქი იყო ესეთი ხო რა საზოგადოება მიცის როგორც მამამთავარი წიგრებად შეხვედრებზე მაგრამ ჩაოლებრივად როცა იყო ერთ სადილობდა ან საღამოლოცვაზე იყო ან თავის გარემოში ძალიან ჩაოლებრივი იყო აი ძალიან უბრალო და მათ შორის იქაც ხშირად ხომრობდა ხოლმე და ჩემზე მოვყევი ძალიან ცნობილი ამბავი სპექტაკლზე რომ არ ვიყავი რამ პრემიერა გქონდა და რომ მივედი და მითხრა რომ სად იყავიო და მე ვთხარ ესე თქო დავდგეთ რომ მეკითხებოდა თეატრში რა ხდება როგორ და რა დადგითო? ხო და მე რაღაც ეს მომწონდა ეს სახელი ცოტა ვიტრაბახი რომ მეთქე ესე თქვი თქო მიყვარხარ გამომხედა და რა იყო ერთი არ გეყოთო? გაიცინე კიდე იყო დამიძახა ერთხელ ჩემი გადაცემიდან მივედი და დამიძახა ამოდიო და რო ავედი ზის თავისთან კარხასიაძე იყო ვატყობდა რაღაცაო გიყურებდიო და არ მომეწონა რა გეცო აბა ეს ჩაიციო მომცა თავის სვიტრი ჩავიცი აბა ეხა ფასონზე აიწე ესეო ამოწევინა ხო ეს კარგია გიხდება შენ ერთ ხალხში დათხარ კარგად უნდა გეცვასო და გაეცინა გამომიშვა და ესეთი რაღაცები ბევრი მახსოვს ერთხელ შევედით რაღაცას გეგმავდით რაღაც არ მახსოვს ან იუბილეი იყო ან დაბადების დღე რაღაც დიდი ღონისძიება იყო და უცებ დამიბარეს მოდიო გაგოლო და ნუ ზაფხული იყო და მეც აი რო ვეძახით რა თქო გადაცრეცილ ჯინსებს ნუ ისეთი რომ ნუ ესე არ უნდა მოხვიდე პატრიარქთან მაგრამ არ იგეგმებოდა შეხო და უცებ ავიდეთ შეუთანხმოთო და ნუ ვეღარ თქვი ვერ შემოვალ არა ვქნა და ნუ შევერდი რა მექნა მერიდება და არ უთქვამს არაფერი გავიარეთ ყველათ რომ გავდივართ გამომხედა და ეგ არ ჩაიცვა იქა ვიდრა ბოლოს სიცილით და აი ესეთი ბევრი რაღაც იყო ერთ მოყვები კიდე ამას მე არ შევსწრები ვარ მაგრამ მისი ყოფილი მორჩილი ყვება დღეს მოდელია ღამე მორიგე ვიყავი უწმინდესთან და მეორე დღეს გედების ტყვაზე იყო დაპატიჟებულიო და მწავყავი ხა ოპერაშიო და რომ მივედი დაღლილი ღამენათევი და თან მეთყობა ის სიცხე იყო და ჩამთვლიმაო და თვალი გავახილე ხო იცი რომ ახელ ჩაძინებული დილბურანში ვარ და ის მომენტია გედი რო კვდება და ფეხს აქნევს და ჩამეცინაო და გამომხედაო და კაცო რა გაცინებს გედი კვდება რა არის ასაცილო აი ესეთი ბავშვური იყო აი ძალიან უბრალო იყო და ნუ კიდე ბევრი ახლა სხვა უამრავი ჩემ სპექტაკლს სამწუხაროდ არ მქონდა იდეა დაპატიჟებული ყავდა მოწვეული იყო იგეგმებოდა მაგრამ ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ძალიან გვინდოდა ჩემ პროფესიის მიერ ზოგადად ცნობილია რომ მას ძალიან უყვარდა ხელოვნების ყველა დარგი და წინოელთ ერკვებოდა საოცრად მეგობრობდა ჩვენს დიდ ხელოვნებთან და ბოლო პერიოდამდე იყო რომ აი პერიოდულად ვითომ გვეუბნებოდა ხოლმე და ხვდებოდა ასაკოვან თუ ახალგაზრდა მომღერლებს პოეტებს ძალიან მეგობრობდა სოფიკო ჭიარულთან ვერიკო ანჯაფარეთთან სუხიშვილებთან რამიშვილებთან ბევრთან ნუ გივი ბერიკაშვილი კახი ბევრთან გამიჭირდება და ამიტომ მეც რო იცოდა ამ პროფესიაში იყო სულ მეკითხებოდა მათზე აი როგორ არიან რა შვებიან ვირითია დაკავებული იმ თეატრში რა ხდება
ბატონი რობერტი, ბატონი თემური ამდენჯერმე მივიყვანეთ, სულ მეკითხებოდა თქვენ თეატრში რა ხდება და ძალიან კაი დამოკიდებულება, ძალიან უყვარდა ხელოვნება და როცა შეეძლო დადიოდა როგორც რიგითი მაყურებელიც თეატრში და ასე რომ ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი იყო ხელოვნების. სამწუხაროდ ის ბედნიერება ჩემს სპექტაკლი ანახა არ მქონდა. იუმორზე რო ვყვებით მე მანამდე მეთქე კაშვეთის სტიქარი და ხაუწმინდესთან რო დავიწყე სიარული და ლოცვაზე წავედით, წმინდა შეამოსა და მე ჩემთვის დავდექი იქით რაღაც თეთრი სტიქარი მქონდა და ჩამოვედი ლოცვი და ესე იცოდა იუმორით გეტყვი გამომხედა და დღეს დაგინახე რაღაც თეთრი ანაფორა გეწო და ვიცინეთ და მე თვითონ მიკურთხე და თვითონ ჩამოწვა. ესე უყვარდა ხო რაღაც. ვაჟა, ეს კითხვა ხშირად ისმის და ბევრი ამბობს რომ ეპოქა დასრულდა, შეიძლება რაღაც თულად იყოს, არ ვთვლი ასე. პატრიარქმა ისეთი მემკვიდრეობა დატოვა, ესეთი გაყვალული დაგვიტოვა, ისე ხელის გულზე მოგვართვა, რომ გაგრძელდება ცხადია. მის მიერ ნაკურთხი ღვთაურობის ღლებით, ამდენი მრევ რაც ვნახეთ. ანუ მე მგონი ამაზე პასუხი გასცა იმ დღეებმა რაც ვნახეთ. რა დატოვა პატრიარქმა და როგორ შეიძლება ის რაც იმ დღეებში ვნახეთ, ისე არ გაგრძელდეს. ამიტომ მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ აქიდან ესე გვეხმარებოდა, მე მჯერა რომ ხალხი ერთთან არის და იქიდან როგორ შეგვეწევა. და მე ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობ. მე შეგრძნება მაგრამ ცოცხალია ეს პატრიარქი და სიონშიც აი რომ ნახოთ ხალხს ესეთ შეგრძნება აქვს რომ აი ჩვეულებრივად აი ცოცხალთან მაქვს ურთიერთობა და აუცილებლად ყველა იგრძნობს მის შეწენას. ჩვენ ახალ პატრიარქს გავიცნობთ, დარწმუნებული ვარ, ახალ მის უკვე ღმერთთან ყოფ სიძლიერეს და ზრუნვას თვალ ქვეყანას. ერთი ბოლოდან დავიწყებ ძალიან სწორი კითხვა, ეს არის ძალიან მძიმე ჯვარი, არავის ეგონოსრეს პატივი ან კომფორტი, ეს არის მოწამეობა, ეს არის აი რა ვიცი, წარმოუდგენელი ტვირთი, სრულიად შეუძლებელია მაგის პროგნოზი. საერთოდ უნდა გითხრათ, ოდნავ უფრო მეტი ვიცი შეგნით ვიდრე სხვამ, არა ბევრი, მაგრამ მაინც და სრულიად ესე იგი ამოუვა ხა ფიქრი იმაზე, ვინ გახდება, ვინ არ გახდება, ვის უნდა. მაგაზე პასუხი ჯერ არავის არ აქვს, მაგით ის ხადია ღმერთმა და ეს ხდება ღმერთის დაშვებით და ღმერთის ნებით და აირჩევს სინოდი. წარმოუდგენელი ეხლა ამის პროგნოზი. შეიძლება ესეთი კანდიდატები აღმოჩნდნენ, ესეთი გახდეს, რომ ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ ძალიან ღირსეული მღვდელმთავრები არიან და მე მჯერა რომ ვისაც ღმერთი გამოირჩევს და სინოდი გამოირჩევს, ღირსეულად ატარებს ამ ძიმე ტვირს და დაუდგება მხარში ეკლესიას და ხალხებს და ცხადია პატრიარქი შეეწევა. გამოწვევები ბევრი იყო ცხადია. ალბათ პირველი შვილი, როცა მამა გავხდი, დედის გარდაცვალება იყო ნართული. და ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გარკვეულწილად ცხადია ძალიან მეხმარება ის ფაქტი, რომ ყავს მოძღვარი, ასეთი ურთიერთობა მქონდა პატრიარქთან და ღვთაურებთან, ვცილობ ხასოს ვცილობ ვიცხოვრო მეტნაკლებად ეკლესიურად და არასდროს შემთხვევაში დასუთარკვეთილება, რაღაც დეპრესია, ხელის ჩაქნება, უიმედობა არ მქონია. მადლობა ღმერთს ამისთვის. შვილებს რაც შეეხება, მყავს ორი შვილი, ანასტასია 20 წლის, თინა 14-ის, ანასტასია ცხოვრობს და სწავლობს იტალიაში, თინა ჯერ სკოლის მოსწავლეა. ვისურვებდი რომ ვიყო გაცილებით კარგი მამა, უფრო მზრუნველი, უფრო მეტდროს ვატარებდი მათთან, უფრო თბილი ვიყო. ერთ-ერთი რასაც ვცდილობ რომ ვიყო მეგობრული, ნაკლები შენიშვნებით, საბედნიეროდ მათივე კარგი აღზის და მათივე კარგი თვისებების გამო არ მეწოს რაღაც ჩხუბი და კამათი, ესეთი არ ქონია საბედნიეროდ. აი რაღაც მეგობრულად მინდა ვიყო, მაგრამ მათ და სასიკეთოდ უნდა ვთქვა რომ რაღაც აქვთ ეს ვარი, ანუ არ ლახავენ ის რომ მე არ ვარ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი, ისინი არ სარგებლობენ ბოროტად და რაღაც უგზნობ რაღაც რომ მამასთან პატივისცემა აქვს და რა ვიცი, მინდა რომ უფრო კარგი მამა ვიყო და იყვნენ აი პირველ რიგში მინდა იყვნენ რომ აი კარგი ქრისტიანები და კარგი მოქალაქეები. ეს იქნება ყველა დიდი ბედნიერება ჩემთვის მათგან და ყველა დიდი საჩუქარი. ჯერჯერობით არაფერი ახალი სიახლე არ არის, ყოველ შემთხვევაში არაფერზე ახლა არ ვმუშაობ, ვაგრძელებ როლებს რაც არის. თეატრის კუთხით ვიძახი. კინოს რაც შეეხება, დანიშვიათობა, კინო დიდი ფუფუნება თითქოს არის რაღაც ერთდროული ვერსია, მაგრამ ჯერ ისეთი ვერსიის დონეზეა, თეატრში ჯერ არაფერი სიახლე არ არის, ამიტომ ჯერ ისეა როგორც იყო, არაფერი ახალი. დიდ მადლობას გიხდით რომ მისმინეთ, დიდ მადლობას გიხდით ვინც დაინტერესდა, თუნდაც რამდენიმე კითხვა გამოგზავნა. შევეცადე გულწრფელი ყოფილიყავი, არც ბევრი მელაპარაკა და არ ძალიან ცოტა და თუ რაღაც ისეთი ვერ გაიგეთ ჩემგან რაც გაინტერესებდათ ბოდიში, გისურვებ წარმატებას და ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად.